დასამალი არაფერი არ მაქვს ნამდვილში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე მოვახერხე, რომ თან ეს განსაკუთრებით ეს 7 წლიანი მათ თქო სახში აღსდის გამოცდილება უბრალოდ დახმარებას კი არ ვიტყვი, გაიძულებს, რომ ესეთ მდგომარეობაში გადახვიდე. და თან იდეაში რაღაცა გაგებით, რაღაც პარტნიორი მეგობრები ხდებიან რა და შესაბამისად რაღაც მეგობრებთან ხო გაქვს მეგობრული ურთიერთობა. შესაბამისად შვილებთანაც გიმყარდება რაღაც თანასწორი ურთიერთობა, პატივისცემის ურთიერთობა და რაც იდეაში გამორიცხავს ტყუილს და თან ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ ყველაფერი საჯაროა ჩემი. ხო და შვილებთან მით უმეტეს დასამალი არაფერი არ მაქვს და ჩემი აზრით ყველაზე სწორი, ეგ გითხარით რომ თავარი ამბავი რაც უნდა იყოს ოჯახში, აი თუ რამეს მივახციე იმას, რომ მე არ მაქვს იმათა და მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ იმათ ეგუდა მეკითხას თვითონ თუ გიყვებიან საიდუმლოებებს. კი არ ვაძლევ იმის არგუმენტს, რომ რაიმეზე არ ვილაპარაკოთ და იმერად უყვართ ჩემთან ლაპარაკი, რომ ვგრძნობ ხა ტყუილად ლასალაპარაკოთ, ხო არავინ არ მოდის. ურა მაგარია. ხო და როდესაც ისინი უბრალოდ გინდა რომ გააგდო რომ წავიდნენ და ცოტა ხანი თავი დაგანებონ, ეს მას ნიშნავს, რომ იმასაც მოწონს შენთან ლაპარაკი. ძალიან მაგარი. ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა მშობლისთვის ეგ არის, რომ შვილს უხარია შენთან ურთიერთობა და შენთან ლაპარაკი. არა, მაგაზე მაგარი არაფერია.